მინდა შევეხო ნარკომანიის პრობლემას, რომელიც ძალიან ძიმედ და ძალიან რთულად არის ჩვენ ქვეყანაში. დაახლოებით 350,000 ნარკომანია და ეს თემა ალბათ ძალიან გვაწუხებს სულ ყველას. მაგრამ თქვენ როგორც წინასწარმეტყველეთ გამოიგონებენ წამალს, რომელიც იმოქმედებს და ამ უпростоრად დაამარცხებს ამ სენს და აი ამაზე რა სიტყვებით? იგივეს გავიმეორებ, რომ ნარკომანია აღარ იარსებებს. ის რაც ვინც ამას აკეთებს, ეს მაფია და არის ჩართული, სასტიკად წააგებს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მედიცინის ამ აღმოჩენას ასე ვთქვათ, ანუ განკურნებას და იმას წინააღმდეგ ვერ აღუდგებიან შემოკარგებო და ეს თემა საერთოდ წაიშლება დედამიწაზე. კიდევ მე ახალ ვირუსებთან დაკავშირებით გქონდათ თქვენ. ახალი ვირუსები, კი, წამალი, შაქრის წამალი, დიაბეტის, დიაბეტი და ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანი არის მოსახლეობისთვის, რომ კი, დიაბეტი განკურნებადია, კიბოს წამალი. ფაქტიურად არსებობს უკვე ეს იცით და მე ალბათ გავაქსელში და უკვე მოიცავს მთელ მსოფლიოს, ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, ვინც დაავადებული ხართ ამ დაავადებებით და იგონებენ კიდო, კი არის ყოველთვის ახალი ვირუსი, ყოველთვის საწინააღმდეგოს და საშველს და ამ განკურნებად ამ წამლებს თვითონ პირდაპირ მოდის ეს კოსმოსიდან. და კიდევ მინდა გითხოთ ახალ აღმოჩენებთან დაკავშირებით. თქვენი წინასწარმეტყველეთ ენერგეტიკული ახალი საწვავის შესახებ, ვთქვათ, სამხედრო სფეროში ახალი იარაღის რომელიც. აი, ამასთან დაკავშირებით კიდევ რამე თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი ესეთი აღმოჩენებთან დაკავშირებით. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ რაღაცის დამატება ის, რაც მე დავინახე და განსაკუთრებით სამხედროს ხაზით, ეს ძალიან კაია, იმიტომ რომ ქვეყნებს არ ექნებათ იმისი სურვილი, რომ ღილაკს დააჭირონ და გესროლონ ეს რაკეტები და გაგანადგურონ, ნამდვილად არ ექნებათ. და ამიტომ არის რამდენიმე სახის ისეთი იარაღი, რომელიც მართლა გააოცებს მსოფლიოს და ეს იარაღი მოდის ფაქტიურად ამერიკიდან ხედავ. კიდევ თქვათ აი თვითფრინავთან თქვენ გაქვთ ესეთი წინასწარმეტყველება, რომ აღმოაჩენენ უბრალოდ მოიგონებენ ესეთ მოწყობილობას, რომელიც თვითფრინავა აი კატასტროფებში ამცირებს მინიმუმამდე თვითფრინავა. აი თუ შეგიძლიათ გითხრათ რომ რა ფორმით როგორ დაინახეთ? ისიც როგორ დავინახეთ, მე ახლა საერთოდ თვითფრინავებზე გართულება მაქვს და როდის წინასწარმეტყველია რომ საერთოდ არც მჯდები და აფეთქებები, ჩამოვარდნები აი ჩამოვარდნა და მსხრება კი არ დავინახე. აი რაღაცა ბალიშებივით გაიშალა თითქოს ჰაერში. თვითონვე დაიბერა, შეისრუტა ეს ჰაერი და აი ამ ბალიშებზე მოხდა პრიზემლენიე. ბილი დაშვებას. დიახ, აი ეს იყო რაღაცა. კიდევ არის დეტალებში რაღაც და ეხლა მე ამ ენით ვერ გადმოვწევ. ტექნიკური. და კიდევ ენერგეტიკული საწვავის შემცველი, ნავთობის შემცველი, რომელიც მოიტანს სიკეთეს. აუცილებლად, ამას ხსნარს მიაგნებენ. ასევე მზის ენერგიასაც გამოიყენებენ, ქარის ენერგიას, წყლის ყველაფერს. და ნავთობის გაიწევს გვერდს. და კიდევ ერთი საქართველოს გლობალური პროექტები. აი ეს აბრეშუმის გზა, ნაბუკო. ნაბუკოზე მე ვთქვი, რომ ნაბუკოს მშენებლობა აუცილებლად გააგრძელდება. ეს დააჭირდება ევროპა, ამერიკა და მადლობა ღმერთს, რომ დღეს გახდა ეს მნიშვნელოვანი თემა უკვე, გამიგეთ და ზუსტად დასრულდება ნაბუკოს თემა, ასე რომ ბოლომდე დასრულდება. მე მოუჩნდა თქვენ თუ გაქვთ კიდევ რამე დასამატებელი ან მიმართვის სახით ან თქვათ რამე გამოგჩა ისეთი და მოგვირგვინებელი. მე მინდა ჩემი ხალხი და ჩემი საქართველო დავამშვიდო რომ დაკარგული ჩვენ არაფერი არ გვაქვს. როგორც პირადულში ხდება ყველაფერი, ასე პოლიტიკაშიც ხდება ყველაფერი. მაგრამ როცა საქართველოს უჭირდა ქართველებო ყოველთვის დახმარება მოდიოდა კოსმოსიდან ყოველთვის და უფლებას არ აძლევდა არავის, რათა ჩვენ გავენადგურებინეთ, იყავით მყარად, მაგრად, მომავლის გჯეროდეთ, იცოდეთ, მომავლის ეს არის უმთავრესი რამ და უდიდესი რამ. ყველაფერს მივიღებთ. ნუ გეშინიათ.
კარგი იყო, ჰა? რაც შეეხება ჯავახეთს და სოფელთან დაკავშირებით ამ თემას, მინდა ვთქვა, რომ მათთვის უკეთესი არის საერთოდ თუ გალერიდებიან საქართველოს, უკეთესია, კიდევ ვიმეორებ მე, რათა აუტკივარი თავი არ აეტიო და უფალმა არ მოულინოს მათ ისეთი სიმძიმე, რომ საერთოდ დაავიწყდეთ ყველაფერი. იმიტომ რომ არც ჯავახეთი აფეთქდება, პირიქით მე ვამბობ აფხაზეთს ვიბრუნებ სამაჩაბლოს და საქართველოს ის დაყოფა, რაც დაიწყო პირადად პუტინმა, არ გამოგივათ, გამორიცხულია. თვითონ სასომხეთი, ჯავახეთი კი რა გადასარჩენია. ერთი დიდი რუსული ბაზა. ფაქტურად სასომხეთი არ არსებობს. რაზეც ხოთაშორის, რა თქმა უნდა, არ ვსიამოვნებს. მაინც მეგობარი ქვეყანაა და რთულ, ყველაზე რთულ აი წარსულში ჩვენი მეფეების გადასარჩენები იყვნენ ყოველთვის. და ყოველთვის ვეხმარებოდით ქართველები. ასე რომ დაივიწყეთ ჯავახეთის იქ აფეთქება, რაღაცას და შემოერთება, ეს არის დიდი სისულელი, იმიტომ რომ ამას არც აზერბაიჯანი დაუშვებს ხოთაშორის და არც თურქეთი. ეს არის ხმა ცოტა ის პოლიტიკა, რომ თურქეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის ეს. ხოდა მტრის და არის კარს, რომ იქ თურქეთი ნამდვილად დაუპირისპირდება. ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ, ქალბატონო, თქვენ ამბობთ, რომ აი პერიოდების გავლის შემდგომ ნატოში შესulis მერე დადგება დრო, ეს დრო ხარ ჩვენ არ მინდა არც არის საჭირო დავაკონკრეტოთ, როდესაც საქართველო ხდება ნეიტრალური ქვეყანა. დიახ ბატონო, ჩვენ ნატოში შევდივართ, მერე გამოვდივართ, ვართ ნეიტრალური ქვეყანა და შვეიცარია შევადარი საქართველო. პრინციპში ყველა ქართველის ოცნებაც ეს არის, იმიტომ რომ დაიღალა საქართველო ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით. არავის ინტერესებსაც აი იმ პერიოდია, როდესაც არის ოქროს ხანა. და ისეთი პოლიტიკა გატარდება მსოფლიოში, რომ საქართველოსთვის მე არავის არც ცხელა და მშვიდად და წყნარად ცხოვრობ. ჩემი საქართველო არის მდიდარი ქვეყანა და როგორ გითხრათ, აი მათხოვრებსაც არ ხედავ ქუჩაში. საერთოდ